2025 წლის აპრილის ბოლოს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. დაძაბულობის მთავარი მიზეზი 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლებულ ქაშმირში, ფაჰალგამის რაიონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა გახდა. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე და ტურისტი. ინდოეთის მთავრობამ თავდასხმაში დაუყოვნებლივ დაადანაშაულა პაკისტანში ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფება ლაშკარ-ე-ტაიბა. ინდური სპეცსამსახურების ცნობით თავდასხმის მონაწილე ორი მებრძოლი პაკისტანის მოქალაქე იყო და მათი თანამსახურებიც იმავე ორგანიზაციასთან იყვნენ დაკავშირებულნი. პაკისტანის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ინდოეთის ბრალდებები და ამავდროულად აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმისა, რომ თავდასხმელები პაკისტანიდან იყვნენ გაგზავნილი. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ ინდოეთს ჰქონდა ჩვევა ნებისმიერი შიდა პრობლემის დროს პაკისტანზე გადაეტანათ ყურადღება. ამავე დროს პაკისტანმა გამოთქვა მსადყოფნა, რომ მიიღოს მონაწილეობა სანდო და ნეიტრალურ გამოძიებაში, თუ ეს პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობით წარიმართება. მომხდარიდან მეორე დღეს, 23 აპრილს, ინდოეთმა მიიღო რამდენიმე მწვავე გადაწყვეტილება. პირველ რიგში ინდოეთის მთავრობამ დროებით დახურა საჰაერო სივრცე პაკისტანურ სამგზავრო ავიახაზებისთვის და შეწყვიტა ასევე ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს შორის მოქმედი ფრენები. ამ გადაწყვეტილებას კი მალევე მოჰყვა პაკისტანის საპასუხო ქმედება. მანაც დროებით დახურა საკუთარი საჰაერო სივრცე ინდური ავიახაზებისთვის. რადგან პაკისტანის და ინდოეთის კონფლიქტი ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, კარგი იქნება ცოტა შორიდან დავიწყოთ ამების თხრობა. 1947 წელს ბრიტანეთის კოლონიალური იმპერიის ნანგრევებიდან ახალი აზიური სახელმწიფოები დაიბადნენ. ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე ხდება ყველაზე მტკივნეული და წინააღმდეგობრივი პოლიტიკური პროცესი. რეგიონის დაყოფა ორ დამოუკიდებელ ქვეყნად, ინდოეთად და პაკისტანად. ეს დაყოფა ეფუძნებოდა რელიგიურ სქემას. ინდოეთი როგორც ჰინდუსების მიერ მართული სეკულარული სახელმწიფო და პაკისტანი მუსლიმანური ერისთვის შექმნილი ქვეყანა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება სისხლითა და ცრემლით განხორციელდა. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ეთნიკურ და რელიგიურ ძალადობაში. მილიონობით გადარჩენილი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, გადაეკვეთა საზღვრები და დაეტოვებინა საკუთარი მიწაც. სწორედ აქ იბადება ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის საწყისი წერტილი. ომის გარეშე ჩამოყალიბებული საზღვრები, დაუზუსტებელი უფლებები და ყველაზე მნიშვნელოვანი ქაშმირის პრობლემა. ჯამუ და ქაშმირი იმ დროისთვის იყო ნახევრად დამოუკიდებელი სამთავრო, რომელსაც მართავდა ჰინდუისტი მაჰარაჯა. თუმცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმი იყო. მას ჰქონდა არჩევანი, შესულიყო ინდოეთის შემადგენლობაში, პაკისტანის ან დარჩენილიყო დამოუკიდებელი. თავდაპირველად მან ნეიტრალიტეტი აირჩია. მაგრამ 1947 წლის ოქტომბერში, როცა პაკისტანიდან არარეგულარული შეიარაღებული შენაერთები ქაშმირში შეიჭრნენ, მაჰარაჯამ ინდოეთის დახმარება ითხოვა. სანაცვლოდ მან ხელი მოაწერა ქაშმირის ინდოეთთან შეერთების დოკუმენტს. ინდოეთმა ჯარი გაგზავნა ქაშმირში და კონტროლი დაამყარა. ამ გადაწყვეტილებებმა გამოიწვია პირველი სრულმასშტაბიანი ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. კონფლიქტი შეწყდა 1959 წელს გაერო შუამავლობით. ქაშმირის გაიყო ორად. ერთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს, მეორე ნაწილს პაკისტანი. და ამავდროულად გაჩნდა ეგრეთ წოდებული კონტროლის ხაზი, მაგრამ ეს საკითხი არასდროს გამხდარა დახურული. 1965 წელს დაიწყო მეორე ომი. პაკისტანმა სცადა ქაშმირში პროვოკაციებით აჯანყების გაღვივება და ძალის გამოყენებით გადაჭრა ამ პრობლემის. დაიწყო ტერორისტული პრობლემაც. ომი დასრულდა რეალური პოლიტიკური შედეგის გარეშე და კონფლიქტიც ისევ გაიყინა. 1971 წელს კი სრულად ახალ ფრონტზე დაიწყო საომარი მოქმედება. ეს უკვე იყო აღმოსავლეთ პაკისტანის, დღევანდელი ბანგლადეშის სეპარატისტული მოძრაობის ხარდაჭერა ინდოეთის მიერ. ომი დასრულდა პაკისტანის მარცხით და ბანგლადეშის დამოუკიდებლობის მოპოვებით. ინდოეთმა კი მიიღო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური უპირატესობა. 1998 წელს ორივე ქვეყანამ ოფიციალურად გამოცადა ბირთვული იარაღი. სამხრეთ აზიაში შეიქმნა ახალი ტიპის საფრთხე ორ დაპირისპირებულ ბირთვულ სახელმწიფოს შორის. დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა. ამის შემდეგ 1999 წელს პაკისტანის ძალებმა შეაღწიეს ინდოეთის ტერიტორიაზე, ქაშმირში, კარიგილას რეგიონში. ინდოეთმა სამხედრო ძალით შეაჩერა შემოჭრა.
ეს იყო ბოლო სრულმასშტაბიანი საომარი დაპირისპირება ორ სახელმწიფოს შორის. მას შემდეგ ინდუეთ-პაკისტანის კონფლიქტი ტრანსფორმდა. შეტაკებების უმრავლესობა დღეს აღარ იწყება ოფიციალურ ბრძანებით. ისინი იწყება საზღვარზე, კონტროლის ხაზზე, სადაც ჩვეულებრივად ხდება ცეცხლის გახსნა, დაბომბვები და მკვლელობები. 2000-იანი წლების შემდეგ კონფლიქტი კიდევ უფრო დაკომპლექსდა. უკვე საუბარია ტერორისტულ ორგანიზაციებზე, უშუალოდ დაპირისპირებაზე ინდუეთის არმიასა და პაკისტანთან დაკავშირებულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის. 2008 წელს მუმბაიში განხორციელდა მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც 170-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინდუეთმა ამაში დაადანაშაულა ლაქშარ-ელ-ტაიბა, დაჯგუფება, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ტერორისტული ქმედებები მოხდა აგრეთვე 2016 წელს ურიში. განხორციელდა ახალი თავდასხმა ინდუეთის ბაზაზე. ასევე 2019 წელს პულმავას ინციდენტი, რომელიც იქცა მორი გადამწყვეტ მომენტად. ინდუეთმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა საჰაერო დარტყმა პაკისტანის ტერიტორიაზე. ამ ფონზე ქაშმირი კვლავ რჩება ღია ჭრილობად. ინდუეთმა 2019 წელს გააუქმა ქაშმირის ავტონომიის სტატუსი. პაკისტანი ამას სამხედრო პროვოკაციები და რიტორიკით პასუხობდა. ხოლო ბოლო პერიოდში 2025 წლის აპრილში ახალი თავდასხმების სერია და ინდუეთის პასუხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს დაპირისპირება არ განელებულა. პირიქით, ის კვლავ სადააალდეს. აი აქედან იწყება დიდი სირთულეები ინდუეთ-პაკისტანის კონფლიქტის უახლეს ისტორიაში. ეს ყველაფერი დაიწყო 1960 წელს, როდესაც გაფორმდა ინდუეთსა და პაკისტანს შორის მსოფლიო ბანკის შრომავლობით ინდუსის წყლის ხელშეკრულება, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მდგრად და გრძელვადიან წყლის ბირთვულ შეთანხმებად მსოფლიოში. რადგან მიუხედავად მრავალი ომისა და კონფლიქტისა, ამ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება თითქმის შეუფერხებლად ფუნქციონირებდა 60 წელზე მეტ ხანს. ეს ხელშეკრულება მოიცავდა ინდუსის მდინარის აუზს, რომელიც მოიცავს 6 დიდ მდინარეს: ინდუსი, ჯელამი, ჩენაბი, რავი, ბიასი და სატლეჯი. ინდუსის აუზის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ინდუეთისთვის, ისე პაკისტანისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. შეთანხმება ასე ყოფდა მდინარეებს. დასავლეთის მდინარეები, ინდუსი, ჯელამი და ჩენაბი გადაეცა პაკისტანს თითქმის სრული გამოყენების უფლებით. აღმოსავლეთის მდინარეები, რავი, ბიასი და სატლეჯი გადაეცა ინდუეთს სრული გამოყენების უფლებით. ამავდროულად ინდუეთს ნებადართული ჰქონდა წყლის გარკვეული ოდენობით გამოყენება დასავლეთის მდინარეებიდან, როგორც გვალვის შემთხვევაში სასმელი წყლისთვის, ჰიდროელექტროსადგურებისთვის და სანიტარული მიზნებისთვის. მაგრამ მისი ვალდებულება იყო არ შეენელებინა და აგრეთვე არ შეეჩერებინა ამ წყლების ბუნებრივი დინება, ისე რომ პაკისტანს არ გამოწვეოდა ზიანი. რატომ არის ეს ხელშეკრულება ასეთი მნიშვნელოვანი? პაკისტანის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი ინდუსის სისტემაზეა დამოკიდებული. წყლის ნაკადის ხელოვნურად შეჩერება, გადაგზავნა ან შენელება ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება. ინდუეთმა გამოაცხადა, რომ პაკისტანთან ინდუსის წყლის ხელშეკრულება გაყინულია და რა თქმა უნდა მისი ვალდებულებები აღარ არის აქტიური, რადგან ინდუეთს მიაჩნია, რომ პაკისტანი არ ცემს პატივს შეთანხმების ძირითად პირობებს, განსაკუთრებით ტერორიზმის მხარდაჭერის ფონზე. ინდუეთის ოფიციალური წყაროების მტკიცებით, ისინი განიხილავენ წყალსაცავების სისტემის გადახედვას და ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მეტი წყალი შეაჩერონ თავიანთ ტერიტორიაზე. ეს ნაბიჯი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ინდუეთი არ დაუშვებს პაკისტანისთვის იმავე ოდენობის წყლის მიწოდებას. პაკისტანი კი საპასუხოდ ამ მოქმედებას აღიქვამს როგორც პირდაპირ მტრულ მოქმედებას. მათი თქმით, ინდუეთი იყენებს წყალს როგორც იარაღს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ პრინციპებს და აშკარად არღვევს 1960 წლის შეთანხმებას. 2025 წლის 29 აპრილს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდუეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრები გამართა, რათა დაეწყო დიპლომატიური ძალისხმევა ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გამწვავებული კრიზისის განსამუხტად. რუბიომ ინდუეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრამიან ჯაიშანკართან საუბარში გამოთქვა მწუხარება 22 აპრილს ფახალგაში მომხდარი თავდასხმის გამო, რომლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მან დაადასტურა ამერიკის მზადყოფნა ინდუეთთან თანამშრომლობისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა ინდუეთს და პაკისტანს იმუშაონ დაძაბულობის დეესკალაციისა და სამხრეთ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. მიუხედავად ამ დიპლომატიური მცდელობებისა,
ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია, რაც გამოიხატება საზღვრისპირა რეგიონებში ცეცხლის გახსნასა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაში. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ არის. ბოლო კვირების განმავლობაში მოხდარი მოვლენები კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და რა თქმა უნდა გააშინა კითხვა. სად გადის ხაზი სიტყვასა და ომს შორის? ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ინდოეთმა საჯაროდ გამოაცხადა, თუ ტერორისტული ჯგუფები პაკისტანის ტერიტორიიდან ისევ ირისგან ახორციელებენ, ინდოეთი თავისუფლებამოსილად ჩახლის უპასუხოს. ინდოეთის შეთანხმებას თითქმის არასდროს არ არღვევდა. სწორედ ამიტომ მისი სიტყვები, რომ სადაა შეთანხმებას გადახედოს, პრაქტიკულზე მეტად სიმბოლური გაფრთხილებაც კია. ეს ასე ჟღერს, ჩვენ შეგვიძლია იქაც დაგარყათ, სადაც წყალია. ამავე დროს ამერიკის სენატორის მარკო რუბიოს ჩართვა ამ პროცესებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას სცემს ამ კონფლიქტს. მისი საუბარი ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობასთან არ არის ორდინალური დიპლომატიური ზარი. ეს არის ხმამაღალი სიგნალი, რომ ამერიკის პოლიტიკურ წრეებს სულაც არ ზინავთ და რომ ეს დაპირისპირება მათი აზრით საზღვრებს ხდება. მაგრამ ამ დაძაბულობის ფონზე უცნაურ სიჩუმეს ინარჩუნებენ ქვეყნები, რომლებიც ადრე ამ რეგიონში აქტიურად ერეოდნენ. საუდის არაბეთი, რომელიც პაკისტანის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი იყო. ასევე ჩინეთი, რომელიც თავის პროექტებს სწორედ პაკისტანის გავლით ატარებს, ინდოეთის საზღვართან ახლოს. ისინი არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს. ასევე არ აკეთებს საჯარო განცხადებებს ირანი, რომელიც ყოველთვის ახლოს იყო ისლამაბადთან. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რეგიონული წონასწორობა იცვლება და პაკისტანი მარტო რჩება. შიდა პოლიტიკური ფონი ორივე ქვეყანაში ამძაბრებს დაძაბულობას. ინდოეთი არჩევნების წინაშეა და მმართველი ძალისათვის ეროვნული საფრთხეების თემა უკვე მრავალჯერ გამოდგა წარუმატებელი. პაკისტანი კი ეკონომიკურად კოლაფსის ვარზეა. ქუჩაში გაღარიბებული მოსახლეობა, შიდა დაპირისპირება და არმიის გაძლიერებული როლი. ასეთ პირობებში ორივე მხარისთვის გარემტერი შიდა დაძაბულობების დროებითი გადაფარვის საშუალება ხდება. გაჩნდება კითხვა, სად გადის ზღვარი პასუხსა და ესკალაციას შორის. ერთმა ავიაიერიშმა შეიძლება მეორე გამოიწვიოს. ამის შემდეგ იძულებითი მობილიზაცია. შემდეგ უკვე ბირთვული რიტორიკაც, თუნდაც ტაქტიკურ დონეზე. და ბოლოს სცენარი, სადაც ვეღარავინ აკონტროლებს პროცესს. ეს იქნება არსებული მექანიზმის გატეხვა, ჩამოშლა, რომლის შეკავებაც უკვე აღარავის არ შეუძლია. ეს კონფლიქტი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქაშიმირის გამო, არც მხოლოდ წყლისთვის, არც მხოლოდ რწმენისთვის. ეს დაპირისპირება გადაიქცა სარკეთ. როგორ ხედავს ერთი ერი მეორეს, როგორ არენდობა და როგორ ცდილობს გადაფაროს საკუთარი სისუსტე მეზობლის ტრობით. და სანამ ეს ტრობა მთავარი იდენტობის საყრდენი, ომიც ყოველთვის შესაძლებელია. და ეს ომი შეიძლება ხვალ კი არა დღესაც დაიწყოს, ამ წუთას. შეიძლება ვთქვათ, რა ჯანდაბად გვაინტერესებს ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება ერთმანეთთან, დაუხოციათ ერთმანეთი. თუმცა ეს ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ეს ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს. მათი დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბირთვული საფრთხეა მსოფლიოში. ასევე ნებისმიერი ესკალაცია აძლიერებს გლობალურ დაძაბულობას, რაც მსოფლიო დიპლომატიურ პროცესებში ჩასმულ საქართველოსაც აისახება. გლობალური დაძაბულობის დროს კი პატარა ქვეყნები იძულებული ხდებიან აერჩიონ მხარე. საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს დელიკატურ პოზიციაში, როდესაც დასავლეთსა და აზიურ ძალებს შორის მანევრირება მოუწევს. ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი აქედან, ამ წუთიდან შორეულ მხოლოდ მათ პრობლემა დაისახება, მაგრამ მსოფლიო ისეა გადაჯაჭვული, რომ ეს დაძაბულობა ადრე თუ გვიან ყველას ეხება. ეს იქნება ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სტრატეგიულად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისკენ ყურება, შეფასება და სწორი რეაქცია. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერით არხი.